როცა ადამიანი ბინას უძრავ ქონებას ყიდულობს, ის მხოლოდ კედლებს არ იძენს, ის იძენს მომავალს, უსაფრთხოებას, ოჯახისათვის ადგილს და ოცნებას ბედნიერ ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ სამშენებლო კომპანიების მიერ გაკეთებული დაპირებები, ლამაზი რენდერები, სოციალურ ქსელში გავრცელებული რგოლები და პრეზენტაციები არ არის უბრალოდ რეკლამა. ეს მყიდველის ემოციური და ეკონომიკური გადაწყვეტილების ფორმირებაა. საქართველოში არც თუ ისე იშვიათი გამოცდილებაა, როდესაც რეალობა ხშირად არ ემთხვევა არსებულ რენდერებს. ამიტომ მნიშვნელოვანი კითხვაა, რამდენად იცავს სახელმწიფო ამ ოცნებების მყიდველს, როგორ მოითხოვს დეველოპერს სარეკლამო პარადიზის შესრულებაში. მომხმარებლებში ხშირია კითხვა, არის თუ არა კანონი მყიდველის მხარეს. სამოქალაქო კოდექსის მერვე მუხლის მესამე ქვეპუნქტით განსაზღვრავს კეთილსინდისიერების პრინციპს. ეს პრინციპი გულისხმობს, რომ თუ კომპანია ქმნის მოლოდინს, მას პასუხისმგებლობა ეკისრება. ამიტომ დაპირება ჩვენ ვაშენებთ საუკეთესო ხარისხით, აღარ არის მხოლოდ ლოზუნგი. არის თუ არა სარეკლამო დაპირება სამართლებრივი ვალდებულება? როდესაც სამშენებლო დეველოპერული კომპანიები Facebook-ზე, ტელევიზიაში ან ბილბორდებზე აცხადებენ ევროპული ხარისხი, ღია და დახურული აუზი, მწვანე ეზო, ისინი ქმნიან კონკრეტულ მოლოდინს. სასამართლო პრაქტიკა ამბობს, თუ მოქალაქეებმა ეს განცხადება საფუძვლად გამოიყენეს გადაწყვეტილების მისაღებად, მაშინ სარეკლამო დაპირება ხდება ხელშეკრულების ინტერპრეტაციის ნაწილი. ზემოთ ხმულიდან გამომდინარე, ხშირია კითხვა მომხმარებელთან, როგორ უნდა დაიცვას მყიდველმა თავი. შეინახეთ ყველა დაპირება, ფოტოები, ვიდეოები, პოსტები, მოითხოვეთ დეტალური აღწერა ხელშეკრულებაში. თუ პირობები იცვლება, გააგზავნეთ ოფიციალური წერილი და დააფიქსირეთ პოზიცია. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო მტკიცებულება უკვე გაქვთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ოცნების დაცვა იურიდიული საკითხია, ასე რომ მშრალი სამართალი საქართველოში ქმნის ცოცხალ რეალობას. მოქალაქეს შეუძლია საკუთარი ოცნების დაცვა. ჩვენი კანონმდებლობა ავლენს მყიდველის მხარდაჭერას და სასამართლო პრაქტიკა ამ მხარდაჭერას უკვე იყენებს. მაყურებლისათვის მთავარი გზავნილი ასეთია: სარეკლამო დაპირება მხოლოდ სიტყვა აღარ არის. ის სამართლებრივი ინსტრუმენტია, რომლის შესრულებაც სავალდებულოა. საქართველოს კანონმდებლობა მყიდველს რეალურად იცავს. სამოქალაქო კოდექსი, საჯარო რეესტრის ინსტრუმენტები და სასამართლო პრაქტიკა ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს იმისთვის, რომ სარეკლამო დაპირება იქცეს ვალდებულებად. მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს შესრულდეს ის, რაც დეველოპერმა საჯაროდ უკარნახა. სარეკლამო სიტყვა ხდება სამართლებრივი მოთხოვნის საფუძველი და საქართველოს სამართალი ამ პრინციპს უკვე იცავს.